მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ახლა უყურებთ ჯორჯიან ჰანტერის YouTube არხს, მე ვარ ირაკლი, ვაჟა. წამოვედით ნორიოში. გამარჯობათ. ივესალმები ყველა ჩვენს მაყურებელს. წამოვიყვანეთ ნარდო, ნორიოში ვართ, აქვე ვარ თბილისთან ახლოს. ნუ წკუტუნე ბიჭო, გაჩერდი მანდ. წასვლა უნდა, ხო, ელოდება. ჯერ ადრია 6:30-ია, დღემ საგზნობლად მოიკლო, მინდა აღვნიშნო. ბალახიც ცოტა ძალიან დარჩენილი, გაუთიბავთ აქაურობა, მაგრამ სადაც ბალახია დარწმუნებული ვარ, იქ მწყერი აუცილებლად შეგვხვდება. დავინიშნავთ დროს, დაახლოებით 9 საათს 40 წუთს გააჩნია როგორ იმუშავებს ჩვენი ნარდო. იმის და მიხედვით ძალიან არ დავტვირთავთ, აზარში დავტოვებთ, დაახლოებით 9 საათი 40 წუთი ირბენს და შემდეგ უკვე წავიყვანთ სახლში. ერთი წელი უკვე შეასრულა. კი. და ძალიან გვაქვს იმედი რომ კარგი ბიჭი იქნება, ხო? კარგი ბიჭი იქნება და სულ რაღაც დღეს არის 4 რიცხვი, ხო? დღეს არის 4, კი. 20 დღეში იხსნება მე მგონი სეზონი მხოლოდ ბარში, ხო იგა? კი, კი. მხოლოდ ბარში. და იმედია კარგი. ჯერ დაზუსტებული ინფორმაციები არ გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ეგ ინფორმაცია გვაქვს. დღეს არის კვირა დღე და გადავწყვეტეთ რომ დილით ძაღლი გაგვესეირნა, შემდეგ ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, ჩამოგვივიდა ძალიან კარგი სიახლე. დაახლოებით კვირანახევარში ჩამოვიდა, ხო, ბევრი არ დაუგვიანია. კვირანახევარ ჩამოვიდა, თვითონ მათაც კი გაუკვირდათ, რომ ესე ჩქარაო როგორ ჩამოვიდა. კი ბატონო, ეგრე არის. ამიტომ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს და ლაიქება. გათამაშებაც სულ რამოდენიმე დღეში იქნება. 6 დღეში ზუსტად. კი, 6 დღეში გვაქვს ჩვენი იარაღის დიდი გათამაშება, მოკლედ აქტიურად ადევნეთ თვალყური ჩვენს YouTube არხსა. რა ვიცი, წაგებით არაფერს არ წააგებთ. კარგ სიახლეებს გვპირდებით. ყველა ონადირის ესე იგი იმის ის არის ოცნება რომ როდის ოვა სანადირო სეზონი. კი, კი, ჩვენ ძალიან ველოდებით. ველოდებით დღედილას წამოსულა წეღან უთხარი რაგისო ეხლა მეთქი იყოს იმისი უკვე სეზონი გასვლა. უფლება გქონდეს იარაღით შევიდეთ, ხო? იარაღით შევიდეთ მეთქი და მან ყველაფერი ახლოს არის, ყველაფერი იქნება კარგად და ისიც მინდა აღვნიშნო ირაკლი მე მგონი წელს არის ძალიან ბევრი მწყერი. ძალიან ბევრი მწყერი არის. მე ვისაც ვიცნობ და ვინც ამობს, ყველა მაგას ამობს. კი, ძალიან ბევრი მწყერია. და ჩვენს კიდე აქ, სადაც ვართ, ეხლა აქ რამდენი მწყერი იქნება? თქვენ წარმოიდგინეთ რა იქნება კახეთში, წალკაში და ასე შემდეგ. კი, ძალიან მოკლედ უხვიმწყერი არის წელს და ძალიან მიხარია და ძალიან მახარებს რა. მოდი ხა ნენელა დავიწყოთ ნარდოს შეყვანა, თორე უკვე ძალიან გვიბრაზდება. უკვე გათენდა, ისიც ელოდება, ჩვენც ველოდებით და დანარჩენებს კიდე. დანარჩენს ნახავთ აბა, დღეს როგორ იყო ჩაღებს. წავედით. დავბრუნდით სერვისში. შვენიერი დილა გამოგვივიდა. კი ბატონო. 9 საათი ვიარეთ, სუფთა ჰაერზე, კარგად გავისეირნეთ. 10 სალამდე მწყერი გვაჩვენა. კი ბატონო, ძალიან მე მაგალითად ჩავთვალე რომ ვინადირე. მეც უკვე ამ დილას ვინადირე, წარმატებული გასვლა გქონდა. დავბრუნდით ახლა დრაივ მოტორში.
ეს არის ირაკლი ჩვენი სერვისი. ჩვენ სადაც დილიდან საღამომდე აქ ვართ. ბევრი სიახლეები გვაქვს რაღაცებს. ჩვენ თვითონ ჩვენ თავს აფინანსებთ. მინდა აღვნიშნო, რომ ეხლა ირაკლი სადაც დგას, ეს მანქანა, ირაკლი მე იტყვის ამ მანქანაა და როგორი მანქანა არის. ჩვენმა სერვისმა, ანუ ჩვენმა თავმა დაასპონსორა და ვაჩუქეთ ირაკლის. ანუ ჩვენ თავს ვაჩუქეთ ეს მანქანა. ეხლა იტყვის ირაკლი ეს რა მანქანაა და რა მანქანაა და რას შურება. ეს არის ჩემი და ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტი მანქანა, ავტომობილი, რომელიც არასდროს არ მოგვეძდება, რომელიც ყოველ ჯერზე, ყოველ გასვლაზე გვაუცებს და ძალიან მაღალი მონაცემები აქვს. მიხვდებით ალბათ, ეს არის ყველასთვის საყვარელი Mitsubishi Lancer Evolution-ი, მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს Coltis ბაზა, Coltis Zara. 1996 წლიანი მოდელი არის, ზუსტად იმ წელშია გამოშვებული, რა წელშიც დავიბადე. და Coltis Zara-ში მოვათავსეთ 2.0 ტურბინირებული ძრავი, 4G63 turbo, Lancer Evolution 7-ის ძრავი, გახლავთ 400 ცხენის ძალით. წამყვანი არის წინა ჯერჯერობით, ნახოთ მომავალში შესაძლებელია რომ კვადრო სისტემას დავაყენოთ. გვაქვს წინ დიდი გაგრილება, აქვს გაკეთებული ჩიპ ტუნინგი, ნასტროიკა ბჭყალებში, რაც პოპულარული სიტყვაა საქართველოში, მაგრამ ესე უნდა შევეგუოთ ამას, ნასტროიკა ყველასთვის გასაგები რო იყოს და 100-დან 200-მდე აჩქარებას უნდება 6 წამს. მე მგონი კარგი მონაცემებია. მე მაგალითად ამ მანქანაზე რო აი იცი როგორ არის ეს მანქანა არის ძალიან სწრაფი. როჟდები აი მაგრამ სიამოვნებს და ამასინად ვიყავი გასული ქალაქში და ირაკლის ურეკავე რომ ვიზისო იმ მანქანაზეო. მამა შენიო გაზაობსო. ბიუჯეტს რა შეეხება? არა და ჩვენ ვართ მეგობრები. ხო. მამაშვილი არა მეგობრები. კი, ბევრს გონია სხვათა შორის დააკომენტარეს კიდევაც ვინ ხართო, როგორც ბიზნეს პარტნიორები, ასევე მეგობრები, ძმაკაცები, მონადირეები, ნათესავები, ძალიან ახლო ადამიანები ვართ. დიდი ბოდიში მინდა აღვნიშნო რომ ამას წინათ ჩვენ არხზე იყო ესეთი შეკითხვა. ვინ არის ვაჟა თქვენთვისო და მე მეკითხებიან ვინ არის ირაკლი თქვენთვისო. მე და ირაკლი 5 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. ანუ 5 წლის წინ მქონდა გამოცხადებული ვაკანსია და ვაკანსიით მოვიდა ირაკლი ჩემთან და ერთობლივი აზრებით, ერთობლივი წინსვლით, ერთობლივი აი როგორ თქვა იზნებით, ჯეჯურებით ვართ აქამდე და ჩვენ კიდე გვაქვს ბევრი მიზნები. ძალიან ბევრი მიზნები. ეხლა მომიტევოს ყველამ ჩემ არსებს ხას არ ვახებ, პროსტა რადგან ჩვენმა მოგვეცა საშუალება თქვა, კი ბატონო. მაგურებელმა ირაკლი შეგვეკითხა, ჩვენ მოდი ესე უთხრათ. ანუ ჩვენ ვართ ბიზნეს პარტნიორები, ბიზნესია, ბიზნეს როცა ვამთავრებთ და გავდივართ კარგი სანადიროდ, ვართ მეგობრები, ძმაკაცები და ასე შემდეგ. ნადირობთ, კეიფობთ, დროს ვატარებთ, მოგზაურობთ და ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ მოკლედ ერთად. კიდევ იტყვიან ახლა ამ ავტომობილის გამოჩენა გამოიწვევს ძალიან დიდ გამოხმაურებას, პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით ფინანსებით $15,000 დაჯდა ეს ავტომობილი რომ გამხდარიყო ასეთი. და არ ვთვლით იმ დროს, რომელიც ფიზიკურად ჩვენ გავაკეთეთ, ანუ ძრავით ჩვენ თვითონ ჩავდეთ და ასე შემდეგ. საკმაოდ ძირადღირებული პროექტია, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირველია საქართველოში რაც თავარია რა. მაგისი ამბიცია გქონდა ყოველთვის, რომ ისეთი რაღაცა გაგვეკეთებია, რაც არავის არ ყავს. მე მგონი, ესეთი ის აღნიშნე ირაკლი, ჩვენ რო ვიყიდეთ ეს მანქანა ესეთი არ იყო. ხო, თავისი ხედით ირაკლიმ თავისი დიზაინის საღებავიც კი თვითონ შეაწავა. ესეც აღნიშნე ირაკლი? ეგრე არის. აუცილებელია. შერჩეული გვაქვს. ამ ფერის ისტორია არის ძალიან მიყვარს რა. ეს ფერი არის Mazda-ის წითელი. საქართველოში დღემდე დაახლოებით 2 წელია ეს პრობლემა არის. Mazda-ის წითელ ფერებს ვერ ასხავენ ეს მღებავები და შეზავებას უჭირთ. და ფორმალურად და სიმბოლურად გადავწყვეტეთ, რომ ეს ყველასათვის ნაცნობი და ყველასათვის საყვარელი და ამავდროულად ყველაზე რთული ფერი და მეც ძალიან მომწონს. ახალი Mazda-ის წითელი ფერი დავასხით სარბოლო მანქანას. დააკომენტარეთ თუ მოგეწონათ მოკლედ ეს დიზაინი და დისკებზე და საბურავებზე ზედმეტია საუბარი, ყველაფერი აყენია იაპონური, ყველაფერი აყენია მაღალი ხარისხის, ერთი წერტილი არ აქვს ამ ავტომობილს ჩინური. კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, რომელიც თქვენ სიახლე, ჩვენ ამას წინათ ვიყავით სადღაც 1 თვის წინ, ვიყავით სათევზაოდ და როცა თევზაობით მე და თქვენ ქონდა საუბარი რომ ჩვენ დავაანონსეთ კიდევაც. დავაანონსეთ რომ ჩვენ ფირმას აქვს ესეთი სერვისი, თქვენ გვაძლევთ ჩვენ შეკვეთას, მანქანა ჩამოყავს,
ვაკეთებ და ასე შემდეგ. და მაშინაც აღნიშნე რომ ჩემი ძმისშვილის მანქანა თქვა გავაკეთეთ უკვე და ჩავაბარეთ. კი, პირველი მანქანა იყო. პირველი მანქანა ჩავაბარეთ. საცდელად ჩვენიანი ჩავიყვანეთ ჩუმად და იქ რა ამბავი მოხდა ეს უკვე ძალიან ისეთი აქტუონებული შეხვდნენ და მის მერე მივიღეთ ორი შეკვეთა, რომელიც უკვე ეს მანქანები არის ადგილზე და სამი მანქანა კიდე არის გზაში, რომლებიც ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ყველაფერს. ირაკლი, მე მინდა შენ პროფესიონალურად აღნიშნო რა მანქანებია, რა დაზიანება აქვს, რას ვაკეთებთ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ამაში ირაკლი უფრო არის კომპეტენტური და მე ამ კაცს ვენდობის სულია. კარგი, პირველი დავიწყოთ Mercedes-ის შემდგომ, ჩამოვიყვანეთ Toyota Avalon-ი, რომელსაც ჰქონდა უკანა მხარეს დაზიანება და აღმოჩნდა, რომ პირველი დაზიანება არ ყოფილა ეს ამ ავტომობილისთვის. დაახლოებით დაგვჭირდა ამ ავტომობილის გაკეთებაში და ჯერ არ დასრულებულა 3 კვირაში ავტომობილის უკანა მხარე გაკეთდა, გასწორდა, აღდგენას ექვემდებარებოდა. თავიდან გვეგონა რომ დეტალები იყო შესაძლებელი, მაგრამ გადავწყვიტეთ რომ უფრო ხელმისაწვდომი ფასი რომ ყოფილიყო მომხმარებლისთვის და ძალიან დიდი თანხები არ გადაეხადა, ხო? რა თქმა უნდა, ჩავაყენეთ საქმის კურსში როგორ უნდა გაკეთებულიყო, რა პროცედურები უნდა გაკეთებულიყო და მოკლედ აღვადგინეთ დეტალი. ეს იყო Avalon-ი, ახლა პირველი ვარიანტი, რაც ჩვენ ვთქვით და შემდეგი მანქანა იყო Lexus-ი IS 200 2016 წლიანი, რომელიც არის F-Sport. სანამ იტყვი, დიდი ბოდიში კიდევ ერთხელ, ეს მანქანა არის იმერეთიდან, არის ერთი ჩვენი ძმა და მეგობარი როლანდი, მაგრამ თლათ არ ანახო, იმიტომ სულპუს უკეთებთ. კი ბატონო. და ასე რომ თლათ რასაც ანახებ, ცოტა ისე ანახე. კი, ჩვენ სიურპრიზად შემოვიდა, ხო? ჩვენს როლანდის მოკლედ კარგი მანქანა ელოდება, მინდა აღვნიშნო და სხვათა შორის ძალიან მცირე დაზიანებითა მინდა აღვნიშნო რა. ნახეთ, მანქანა არის დანაზიანები, მაგრამ არ არის ისე დაზიანებული, რომ მანქანას დაჭირდეს ან გაჭიმვან, მოჭრან, მიჭრა, ასე შემდეგ. ჭირდება მხოლოდ წინა ბამპერი, მარცხენა მაშუქი, მარცხენა ფრთა და კარნიზი. ასევე უკანა ბამპერი. ეს დეტალები პირდაპირ დაყენდება, ჯერ დაზაზურდება, ისე რომ ვთქვათ, დარწმუნდებით იმაში, რომ ყველა ზაზური არის კარგი და მისაღები და ქარხნულთან მიახლოებული, ამის შემდეგ ვშლით ისევ, ვღებავთ და ისევ ვაწყობთ. ამას დარწმუნებული ვარ, საქართველოში ძალიან ბევრი სერვისი არ აკეთებს და ძალიან ხშირად ალბათ ჩვენი მაყურებელიც დაგვეთანხმდება, ბევრი პრობლემის წინაშე დგებიან და რატო? შეღებილი დეტალის მორგებას იწყებენ შემდეგ. მერე გაიკაწრება, მერე გადასაკეთებელია, მერე უკვე მობეზრებული აქვს ამ მეპატრონეს ამოუვიდა ყელში ამდენი წინ და უკან სერვისებში სიარული. უბრალოდ ის როგორ არის? აი, როცა არგებ და მერე ეგრეთ წოდებული აზაზორებ, უხეშად რო თქვან, აზაზორებ როგორ არის? მოარგებ. რომ არგებ უკვე იქ რო წვალობ ის იკაწრება, ფუჭდება და ასე შემდეგ რა. ყოველთვის ახალი შეღებილი და ზოგადად შეღებილი დეტალი არის ძალიან ფაქიზი და უნდა მოვიყვრათ მას შესაბამისად. ჩვენი თანამშრომლები ამაში ძალიან კარგები არიან და იმდენად დარწმუნებულები არიან, რომ ერთჯერზე გაკეთდება, უკვე იციან მათ, უკვე აწყობილი აქვთ, ჩანიშნული აქვთ, სად რა ზაზორი უნდა იყოს, სად რა ბოლტები უნდა დაყენდეს, ყველაფერი აქვთ შენახული წინასწარ, რომ მღებავი როდესაც გადასცემს, ამწყობს ამ დეტალებს, უკვე გაუმარტივდეთ და დაზიანების გარეშე აწყონ მოკლედ ავტომობილები და ეს ძალიან კარგია. მალე კეთდება საქმე, მეპატრონეების მაყოფილები არიან, იმიტომ რომ კეთდება ძალიან მალე ეს ყველაფერი. ამ ეტაპისთვის ესე იგი ეს ორი შეკვეთა გვაქვს, Toyota Avalon-ი და Avalon-ის და Lexus-ი IS-იც ერთ და იგივე წლოვანებისა მინდა აღვნიშნო. ანუ Avalon-ის და Lexus-ის პატრონებს მოემზადეთ, კარგ მანქანებს ჩაგაბარდეთ ცოტა ხანში გარეცხილი, გასუფთავებული, გაჩისტული, ხიმჩის ჩატარებული, დაპალიროვკებული და ასე შემდეგ და მე მათი ემოციები მე ვნახოთ როგორ იქნება. და შემდეგ ვიდეოში მინდა ვაჩვენო კიდე ჩვენს მაყურებელს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მანქანა Chevrolet Camaro, შავი Camaro მოდის რამოდენიმე დღეში და ვფიქრობ ნაწილების და მანქანას ეს დროს მოვა და პატრონს კიდე უფრო მალე ჩაუბარებ. ეხლა შემდეგი ამბავი კიდე. ჩვენ ასევე როგორც აღნიშნეთ, დღეს უნდა წავიდეთ ზღვაზე და ჩვენი ახალი შენაძენი ატორი უნდა გავტესტოთ. კატერის ძრავი. კატერის ძრავი. რა მალე ჩამოვიდა. ეს კატერის ძრავი ჩვენ ჩამოვიდანეთ. ჩვენი სახელით, ანუ ჩვენმა ფირმამ აიღო ექსკლუზივი და დანარჩენს ირაკლი ოყვება და მე ამასობაში კადრში შემოვიტანა აი ამ ჩვენ ახალ ძრავს.
ხო, შევარჩიეთ Yamaha-ს 15 ცხენის ძალიანი 2024 წლის მოდელი. ორტაქტიანი. ძალიან კარგად გამოიყურება, მინდა გითხრა. არის სრულიად ახალი, დაუქოქავი. გასატარებელი აქვს ეგრეთ წოდებული, აი ქართულად აპკატკა რუსული ტერმინი არის, კიდევ ეს უნდა ვიხმარო, სხვა შესაფერისი სიტყვა მე არ ვიცი ქართულად როგორ ტესტ დაქოქვა ან მსგავსი რაღაცა, რომელიც არის სხვათა შორის ძალიან საყურადღებო. რადგან ეს პროცედურა თუ არ ჩაუტარეთ ძრავს, ხო? ძრავი დროთა განმავლობაში ძალიან მალე გამოვა წყობრიდან. სასაული მოკლედ. ეს არის ჩვენი მოიცა. ასე. ძალიან კარგად გამოიყურება ეს ჩვენი ახალი Yamaha. პირველ რიგში რაც თვალში მოხვდა, ნახეთ სიჩქარეების ბერკეტი სად აქვს. აქედან იმართება წინ წასვლა, რევერსი, და ნეიტრალი. ნახე რამდენი რამე ახლა. საფადარიგო ნაწილები, ეგრეთ წოდებული ტრაკლატკები, აალების სანთლები, ინსტრუმენტებიც კი მოყვა. ეს თავისი დამქუქიც აქვს, ეს გამოსაკრავი მექანიკური დამქუქი. ისე იაგის სხვათა შორის ძალიან ხარისხიანი ბაკი არის. ნახე როგორი ხორკლიანია. ნეტა რამდენი ლიტრიანია? არ დავიფიქსირებია ეგ. რაღაცა ეწერება, აბა ნახოთ. დიწამით. ეს იქნება 20-იანი მე მგონი. Capacity, აი 24 litrიანი ყოფილა. ვაუ. მაგარია ძალიან. ძალიან მაგარია. ეს არის თავი შლანგი და ირაკი იცი რა არის ჩვენ რო ადრე რო ქონდა. მერკური. ხო, იმას ესეთი არ ქონდა, ხო აი ეს ისა. აი მინდა აღვნიშნოთ თავარი რაც არის, ეს არის ვინტი, ეგრეთ წოდებული ვინტი, რომელიც ჩვენს მერკურს აქვს 9.9 აქვს მერკურს და Yamaha-ს აქვს უკვე 9.9/21 უпростоრად. ანუ 9.1/9-ზე 9-ზე. უფრო სწრაფად ივლის. უფრო ეს. ბრუნავი მომენტიც უფრო მაღალი აქვს ვიდრე მერკურის და რა ვიცი, კარგია, ზოგადად რაც ახალია ყველაფერი. ირაკლი, მოდი ახლა ჩვენ რა გავაკეთოთ. ეს დღეს აქედა ამოვიღოთ, ჩავასხათ ზეთი. რედუქტორში ზეთი აუცილებლად ჩავასხათ. რედუქტორი და ასე შემდეგ გავმართოთ. წავიდეთ დღეს ზღვაზე და ვნახოთ როგორ არის თან აპკატკა გავატაროთ, თან ჩვენც ვისიამოვნოთ. დავათვალიეროთ თბილისის ზღვა. დავათვალიეროთ თბილისის ზღვა, ანუ ძალიან საინტერესოა მინდა გითხრათ. დღევანდელი დღე გვაქვს ძალიან კარგ რაღაცეებზე დაგეგმილი. ჩვენ ვართ უკვე დილას, რომელ საათს ავდექით 5-ის ნახევარზე. დილის 5-ის ნახევარზე შევხვდით ერთმანეთს. და დღის საღამომდე რასაც ვნახავ და რასაც ახლა იქნება ჩემო მეგობრებო, შემოგთავაზებთ, მე მგონი საინტერესო იქნება და ასე შემდეგ. კი ბატონო, მაშინ დროა ეს ყველაფერი გამოვცადოთ უკვე თბილისის ზღვაზე. კი ბატონო. წავედით. აი, თბილისის ზღვაზეც მოვედით. ეხლა ესე იგი ნელა მატორს ვახურებთ. ბატონი კაპიტანი, ნიჩვებით. ჯეჯირობით ნიჩვებით არის. აი, ჩვენი Yamaha დაახლოებით 10 წუთი, დაახლოებით არა, 10 წუთი უნდა. ხო. 10 წუთი უნდა ვამუშაოთ ნეიტრალურში. შემდეგ უკვე 3000 RPM-ით, ბრუნავი მომენტით უნდა ვატაროთ 50 წუთი და შემდეგ უკვე შეგვიძლია ბოლომდე მივცეთ აქსელერაცია. ანუ წავიდეთ მაქსიმალური სისწრაფით, რაც ჩვენ ძალიან გვაინტერესებს და ძალიან გვახარებს ოდესმე. მაგას ველოდები ზუსტად. ახლა 7 წუთში უკვე შეგვიძლია ჩავაგდოთ სიჩქარეში და წავიდეთ 3000 RPM-ით. ამინდი კარგია. არქის ქარი შვენიერი ამინდია. აი ჩვენი თბილისის ზღვა, წაულ სანაპიროზე რამდენი ხალხია გახედე. კი ჩანჩქერი. ჩანჩქერი ულამაზესი. კარგად კარგილება მუშაობს იდეალურად. აი, თემს. ყდარი. ეს არის რა ქვია, შამაია. დაავადებული იყო, ან ამოიქცა თქო, ან ის ჩაუვა და შესაძლებელია. მე პირადად ძალიან მიყვარს თბილისის ზღვა, იმიტომ რომ
ძალიან მდიდარია თევზით, ძალიან სუფთა წყალი არის და თევზს აქვს უამრავი საკვები და პირობა იმისთვის, რომ იყოს ჯანმრთელი და გემრიელი. თბილისის ზღვის თევზი სხვათა შორის ძალიან გემრიელია. ხა, კარასი არ მაქვს საუბარი, კარასი მე თევზის მოყვარული დიდად არ ვარ, მაგრამ ვიცი რომ კარასი საჭმელად ვერ ვჭამ, აი ძალიან ფრიანია. მე ადრე შევყოს მეგობარი ის კეთებს მაგ კარასის კადრებს. მე ვჭამ, ნუ გემრიელია მაგრამ სპეციალური მომზადება ჯერდება. არა, რო პრაკეტებს არ ვიცი. ცოტა იქეთ მივიწიოთ, იქეთ მეთევზეებით განან. ხელი არ შეუშალოთ. აი 5 წუთში უკვე შეგვიძლია გავეშვით. აქვს 24 ლიტრიანი საწვავის აუზი. აქ აქვს მანიშნებელი საწვავის რაოდენობის. აქ ანკესებს დევთ ხოლმე. ეს არ ვართ წამოსული სატელევიზორო. ეს ვართ ჩვენი ახალი Yamaha უნდა გავწესო. ძალიან შვიდად, ძალიან წყნარად და სტაბილურად მუშაობს. აქ აქვს სიჩქარეების ბერკეტი, ეხლა არის ნეიტრალურ მდგომარეობაში. აქვს წინასვლა და ასევე აქვს უკუსვლა. ეს არის დამცავი, რომელიც უნდა გეკეთოს ტანზე, უსაფრთხოების თოკია. თუ წყლიდან გადავარდით ან გავსი რაღაც შეგვინქვა, ავტომატურად ძრავი ჩაქრება და გაიწიშება. თორემ მერთვან უკნას თუ მოგიწიათ დაქოქილი და მიმავალი კატერიდან გადავარდნა, ვერ დაეწევით ვერაზოს, ამიტომ უსაფრთხოება პირველ რიგში. კარგი, გვაცადოთ და უკვე გადავალთ. ავტესტავთ უკვე სიჩქარეებს. 50 წუთიც გავიდა. მეგობრებო, რაც ვამუშავეთ ჩვენი ახალი ძრავი და გაიარა მეორე ეტაპი. საკმაოდ სწრაფია, ანუ ნახევარ გულზე, ანუ აქ ნახეთ მინიმალური და მაქსიმალური. ნახევარი არის დაახლოებით 3000 RPM-ი რა, მბრუნავი მომენტი. საკმაოდ სწრაფად თბილისის ზღვას და აუზო შემოვიეთ. კი, მთლიანად დავარკით თბილისის ზღვას. კარგი ექსკურსია გამოგვივიდა. ნახევარი ის ჩავდაბა. კი. ხო, სანამ გადავალთ უკვე სწრაფ ზღვაზე. ეს არის 4 აგვისტო. აბა, განავცეთ. გოგა, ვერნა, ილოცავ, ჩემო ზამიკო დაბადების დღეს. იულოცავ გოგას. საიდან ულოცავ? დიდ მონადირეს თბილისის ზღვის შვაიგულიდან გამყელებას ბედნიერებას გახარებას და ბევრი მონადირის გული გაგეხარებინოს. გამყელობა. გაიხარე, ვერნა გილოცავ, დავას დაესწრე ჩემო ძმაო. შუა ზღვაში ვარ და არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად შუა წყალში ვარ და აი ესე მოგულოცა. ხო, დილას მოვასწარით, ძაღლი გავიყვანეთ სასეირნოდ, სერვისში დავბრუნდით, სერვისის საქმეები მოვისტუმრეთ, ძრავს აპკატკა გავატარეთ და ეხლა რო ამოვა ციტყლიდან, ეგრევე მოვდივართ პირდაპირ შენთან. კარგი, ეხლა დროა მეგობრებო, გადავიდეთ თქვენ მაქსიმალურ სისწრაფეზე და ვნახოთ რა შეუძლია ჩვენს ახალ Yamahas.
კარგად ივლიდა. თბილისის ზღვაზე ქარია, შედარებით დიდი ტალღები არის და ძალიან მარტივად, ძალიან თავისუფლად. მით უმეტეს ეს ბარკი არის 360 მოდელი, 3 მეტრა და 60 არის და ორი ადამიანს რა ჩვენ გვაწყობს ეს სივრცე ნადირობა და ასე შემდეგ, საკმაოდ კარგი სისწრაფით, დაახლოებით 50 კმ/სთ. ვიცურეთ რა, ესე რო ვთქვათ. კი ბატონო. ეს დიდი ნადირობების დასაწყისი არის. დღეს გავატარეთ ეგ ესწოდებული აფგატკა, ანუ წარმატებით დავასრულეთ. დღესვე მოვიცნეთ ეს ყველაფერი. ცოტა დიდ რომ მოუნდა, მაგრამ საჭირო იყო ეს ყველაფერი. კი, ანუ დღემ ჩაიარა ძალიან კარგად. მინდა აღნიშნო ისიც აღნიშნოთ სულ რაღაც 6 დღეში არის ჩვენი გათამაშება. კი. ეხლა დრო ამოვიდეთ წყლიდან და წავიდეთ გოგას დაბადების დღეზე. გოგას დაბადების დღეს და აღნიშნოთ. ყველა წარმატებები აქის გამოწერა არავის არ უნდა დაავიწყდეს, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ძალიან დიდი სტიმულის მომცემია. დაგვიკომენტარეთ, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი და რა ვიცი, ჩვენ ყველანაირად ვესწრებით, რომ უმოკლეს ვადაში გიპასუხოთ. კი ბატონო, აბა ყველას დავემშვიდობები, შევხვდებით იარაღის გათამაშებაზე. აბა, კარგად.